მოგესალმებით ეთერშია სტასოტივის საინფორმაციო გამოშვება დღეს მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვა შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ანტონიო და სილვა მთავრობის მეთაურ შეხვედრისა და სპორტის ამსახეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნათქვამია ინფორმაციაში. ეკონომიკური თვალსაზრისით 2025 წელი იქნება ძალიან კარგი. არანაკლებ კარგი ვიდრე იყო წინა წლები ამ 4 წლის მანძილზე და ვფიქრობ, ეკონომიკური ტემპების დამატებით გაზრდაც შეგვიძლია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ოპონენტების აზრი, რომ 2025-ში ვითარება უფრო გამძაფრდება და ეკონომიკა წავა უკან, მხოლოდ მათი ოცნებებია, რომლებსაც ახდენა არ უწერია. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ყველა კუთხით. ერთი, რომ ჩვენი სურვილია ურთიერთობების გადატვირთვა და ამის რესურსი არსებობს განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ მალე დასრულდება უკრაინაში ომი. ვფიქრობ, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ურთიერთობების გადატვირთვას და ჩვენ ამისთვის ვართ თავიდან ბოლომდე მსად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამისთვის კონკრეტული გეგმა გვაქვს გაწერილი ჩვენ სამთავრობო პროგრამაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი თავიდან ბოლომდე პირნათლად შესრულდეს. განაცხადა ირაკლი კობახიძე მიმედის ეთერში. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამღვრევად ცნოდა ადმინისტრაციული სახდელი სახით 2500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. მისი გადაწყვეტილებით ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით აეკრძალა. ფილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდის 44 ბენეფიციარს საახალწლო სურვილები აუსრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით კომპანიის თანამშრომლებმა ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით ფილსერვის ჯგუფის დირექტორ გიორგი პაპავასთან ერთად გადასცეს. პატარემაკი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მათივე ცნობით საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში ფილსერვის ჯგუფის თანამშრომლებთან ერთად ფონდი მომავლის გზაც იყო ჩართული, რომლის ბენეფიციარებიც ბავშვები არიან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი X-ზე წერს. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ძალაუფლების ხმა მიმტაცებლების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ. წერს მარკო მიხელსონი. დემოკრატიის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და ქართული ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი გრეგორი მიქსი სოციალურ ქსელში წერს. დემოკრატიისადმი ადმინისტრაციისა და ქართული ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები და ვგმობ მათ, ვინც ცდილობს მას ძირი გამოუთხაროს. წერს მიქსი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. ამასთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის ქართული ოცნების დამაარსებელსა და თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორ ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩი სიგელი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაშენებულ იაპონურ ბაღში ყოველწლიურად იმართება საკურას ყვავილობის ფესტივალი. ტარდება ჩაის ცერემონიები და იმართება ლექციები, რომლებიც ხელს უწყობენ იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს შორის. აღნიშნულია ინფორმაციაში. ეს არის ხალხის ფული და არა ქართული ოცნების და მოხმარდება ხალხს. შეგვიწყვიტონ მანდატები და ხვალვე შეწყდება დაფინანსება. ასე გამოეხმაურა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის არ თქმას. აღნიშნულით ჯაფარიძემ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ თქვა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის მთავრობაშიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერები პარლამენტში შევლენ. შეკითხვის საპასუხოდ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს სიცრუეა. ცნობისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ბარიერ გადალახულ პარტიებმა საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს. 4 ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტის 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პარტიამ, კოალიცია ცვლილებისთვის თქვა.
სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა. ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიხაილ ვავრიკიევიჩმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. ევროპარლამენტის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 15 დრონი მიკოლაივის ოლქში ჩამოაგდეს, ხოლო ერთი დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 20 ადამიანი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტა ავრცელებს. ალექსანდრე ლუკაშენკომ ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულის ჩამდენი 20 ადამიანის შეწყალების შესახებ კიდევ ერთ განკარგულებას ხელი მოაწერა. შეწყალების შესახებ განცხადება ყველა მათგანმა შეიტანა და მათ ჩადენილი ქმედებები მოინანიეს. წერს ბელტა. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით გათავისუფლებულთა შორის 11 ქალია. 14 ქრონიკული დაავადება აქვს და 10 შვილი ჰყავს. თავისუფლების შემდეგ მათ ქცევას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო დააკვირდება. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 56 უკრაინული დრონი გაანადგურა. აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში. მათი ცნობით 11 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე, 28 ვორონეჟის და 17 როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს. ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მდებარე ელექტროგადამცემ კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას თავაზობს. გარდიანის ინფორმაციით ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. ვესაუბრე ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კრისტენ მიხალს ბალტიის ზღვის კაბელებზე შესაძლო დივერსიის შესახებ. ნატო სოლიდარობას უცხადებს მოკავშირეებს და გმობს ნებისმიერ თავდასხმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაკვირდებით ესტონეთისა და ფინეთის გამოძიებებს და მზად ვართ შემდგომი მხარდაჭერისთვის, აღნიშნა რუტემ. ცნობისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზიანდა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი. მოგვიანებით ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი იგლ S, რომელსაც ბალტიის ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ წყალქვეშა კაბელის გათიშვა მან გამოიწვია და რომ გემმა ასევე ინტერნეტის 4 ხაზი დააზიანა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.